ეს ამბავი ალბათ არ იცოდი. საფრანგეთის ორი ქალაქი, ლიონი და პარიზი, უკავშირდება წინარე ქართულ ერთ-ერთ ტომს ტროელებს. ტროას პრინცი პარისი მიიჩნევა ტროას ომის გამომწვევ მიზეზად და სწორედ მისი სახელი ჰქვია საფრანგეთის დღევანდელ დედაქალაქს პარიზს. ასევე ძველი წყაროებით ჩვენ ვიგებთ, რომ ტროას ნამდვილი სახელი არა ტროა, არამედ იყო ლიონი ან ილიონი და სწორედ ეს სახელი ჰქვია ასევე საფრანგეთის ქალაქ ლიონს. ასევე საფრანგეთში გვხვდება ჩვენ რამდენიმე ისეთი ქალაქი, რომელთა სახელი დაკავშირებულია წინარე ქართველურ ცივილიზაციებთან. მათ შორის ჟირონდინები, იგივე ბორდო, სადაც ერთ-ერთი ვერსიით კელტებმა დაწურეს ღვინო, დაკავშირებულია კოლხებთან. ასევე ქალაქი ჟირონა. ონი ნიშნავს ქალაქს. ჟირ-ონი ნიშნავს ორი ქალაქი ან მეორე ქალაქი და ჟირონაც იგივეა. ანუ გამოდის, რომ მეორე ქალაქში დაწურეს კელტებმა პირველად ღვინო, რა საინტერესოა. ასევე დედამიწაზე სულ ორი ენაა, რომელიც ღვინოს ეძახის გვინოს ან ღვინოს. ეს ენებია უელსური ენა და ქართული ენა. უელსურად ღვინოს ქვია გვინო ან გვინო. ასევე რამდენიმე სიტყვა, რომელიც ქართულიდან ან წინარე ქართველურიდან შევიდა, მათ შორის ლათინურ ენაში. ეს სიტყვებია მენეჯერი. მენეჯერი არის ტიპური მეგრული სიტყვა. უმინჯური, ანუ უპატრონო და მინჯერი, პატრონიანი. იგივეს ნიშნავს მენეჯერი. ასევე სიტყვა ოვეი, რომელიც ნიშნავს ინგლისურად გასვლას, წასვლას და მეგრულადაც იგივეს ნიშნავს. ასევე სიტყვა room, ანუ ოთახი. room ან რუმე არის ჰათურის სიტყვა და ნიშნავს სიბნელეს. იგივეს ნიშნავს მეგრულადაც სიბნელეა. აი ასეთია ჩვენი ცივილიზაცია. ბევრი ჩვენი სიტყვა მოხვდა ინდოევროპულ ენათა ოჯახში და შემდეგ ისინი იქ დამკვიდრდნენ. საერთოდ არ იციან ამ ენაზე მოსაუბრე ხალხმა თუ საიდან მოვიდა ეს სიტყვა მათ ენაში. რაც შეეხება ტროელებს, ისინი ქართველური ტომი არზავების სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. არზავები, კარები, პაფლაგონები, ლუკაელები, ჰათები, კასკები, კოლხები, იბერები, ჰიბერნები, ეტრუსკები, ოსკები, რაეტიელები, პელაზგები, მინოსელები, მიკენელები. მთელი დღე შეგვიძლია წინარე ქართველური ტომების დასახელება, რომელთა უმრავლესობა სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ. აი ესეთია ცხოვრება.